ბიბლია სხვადასხვა თემებისაგან შედგება, თუმცა ყველა ეს თემები ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ბიბლიას აქვს ერთი მთავარი საერთო თემა. შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიის ხერხემალი. ეს არის სამეფო. ძველი ქართულ ენაზე ამას ცათასასუფეველად მოიხსენიებენ. ადამიანებს წარმოადგენა არ აქვს სამდვილეში რა არის ეს ცათასასუფეველი, ბევრისთვის ეს ასოცირდება გარდაცვლილი ადამიანების სამყოფელთან. ამიტომ სწორედ ამაზე ვისაუბრებ, თუ რას ნიშნავს ეს ცათასასუფეველი, იგივე ღვთის სამეფო. როგორ გვასწავლის მის შესახებ ბიბლია, რატომ არის ის ბიბლიის ხერხემალი, ახლა ზოგიერთ ბიბლიურ მონაკვეთს შევეხები და ამავე დროს მინდა დაგანახოთ განსხვავება, რომ იესო არ არის უზენაესი ღმერთი, არამედ უზენაესმა ღმერთმა თავის ძეს, თავის მხოლოდშობილს მისცა მეფობა სამყაროში. და იესო დღეს არის მთელ სამყაროში დანიშნული უზენაესი ღმერთის მიერ ჩვენი ზეციერი მეფე, მთელი სამყაროს მეფე. სწორედ ამაზე მექნება საუბარი. რატომ გახდა სამეფოს საჭიროება? ასეთი წინასწარმეტყველი არის ბიბლიაში, რომელსაც ქვია დანიელ წინასწარმეტყველი. ამის წიგნს თუ ნახავთ, თქვენ მეორე თავი ნახეთ 44 მუხლი. თუ ნახავთ საძიებელში მოძებნეთ დანიელ წინასწარმეტყველის მეორე თავის 44 მუხლი. იქ წინასწარმეტყველებს დანიელი, რომ ღმერთი დაამყარებსო სამეფოს, რომელიც ბოლოს მოუღებს აი ამ ქაოსს, რაც დედამიწაზე ხდება, ხო, ადამიანების სამეფოები, რომ ერთმანეთში იბრძვიან და ვერ შველდებიან, ვერ გვარდებიან. და სულ ესე იქნება გაუთავებლად, სანამ იარსებებს ადამიანის სამეფოები, მაგრამ სწორედ ამ ადამიანების სამეფოებს დაუსვავს წერტილს ღმერთის სამეფო. და ის დაამყარებს იმ პირველ 64-ს, რომელიც დაიკარგა ადამიანებისა და ეშმაკის აი ამ ამბოხების შედეგად. დღესაც რა ცხოვრებაც არის დღეს დედამიწაზე, ეს სულ სხვა მიმართულებით განვითარდა. სულ სხვა რამ უნდა ყოფილიყო, მთლიანი პლანეტა სამოთხე უნდა ყოფილიყო და სწორედ ეს გახდა აი ამის შედეგი, რაც ადამიანების მმართველობამ მოიტანა. და აქ საუბარია დანიელის 2:44-ში იმ სამეფოზე, რომელიც უშუალოდ ღმერთისგან არის დამყარებული და რომელიც დაასრულებს ადამიანების სამეფოებს. ეს შეგიძლიათ ნახოთ, როგორც გითხარით ძველ აღთქმაში. თუ რატოა დანიელის წინასწარმეტყველების ანდო, ამას ძალიან მოკლედ გეტყვით. დანიელის წიგნში ნაწინასწარმეტყველები იყო მსოფლიო იმპერიების აღზევება და დაცემა თანამიმდევრულად. ზუსტად ამ თანამიმდევრულად ხდება ყველაფერი მთელი დედამიწის ზურგზე. თუ ნახავთ თქვენ აი ამ წინასწარმეტყველებს, ნახავთ რომ ზუსტად იმ რიგითობით, იმ თანამიმდევრობით ენაცვლებიან ერთი მეორეს იმპერიები, როგორც დანიელს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. მათ შორის აი ახლა რა პროცესსაც უყურებთ ჩვენ. ეს რუსეთის ჩრდილოელი მეფის იქესია მოხსენიებული წინასწარმეტყველებაში ჩრდილოელი მეფის დამპყრობლული ომები, რომლებიც მიწებს წაართმევდა თავის სამეზობლოებს, დაურიგებდა თავის ეგრეთ წოდებულ ლაკიებს, რაც დღეს ხდება ხო საქართველოში, გროზნოში, აფხაზეთის, სამაჩაბლო და უკრაინაში, რაც აი ეს ბრძოლებს ასაც უყურებთ, სწორედ დანიელის მე-11 თავის ბოლო მუხლებშია და მათ შორის ახლა მიმდინარე პროცესები ახლო აღმოსავლეთში. ესენი იქ არის ნაწინასწარმეტყველები ზუსტად და იმ თანამიმდევრობით მიყვება. ისე რომ დანიელის 2:44 სანდოა, რომ ღმერთის სამეფო მალე დაასრულებს ადამიანების სამეფოებს. როგორც ყველა სამეფო სჭირდება მეფე, ვინ იქნებოდა ღვთის სამეფოში მეფე, ყველაზე საუკეთესო, ვინც ამას ამ ფუნქციას შეასრულებდა. რა თქმა უნდა, ვის მისცა მეფობა, ამასაც მივაქციოთ ყურადღება. იგივე დანიელის წიგნში თუ ნახავთ, აი ამ დანიელის წიგნში მე-7 თავი ნახეთ და აი ამ მე-7 თავში მე-13 მე-14 მუხლები. რაზე აქ საუბარი? აქ საუბარია კაცის ძის მსგავსიო, ძალიან თქვა ხილვა, მე ესეთი ხილვა მქონდა, რომ კაცის ძის მსგავსი წარადგინესო ძველი დღეთას წინაშე. ვინ არის ეს ძველი დღეთა? ის არის შემოქმედი უზენაესი ღმერთი, რომელზეც დღეები და ვადები გავლენას ვერ ახდენს, იმიტომ რომ მან შექმნა ეს დროები და ვადები, მასზე არა გავლენა დროს, ვადას, იგი ადგენს ყოველთვის ვადებს და დროებს. და ამიტომ მის წინაშე წარადგინეს კაცის ძის მსგავსი. უკვე ხვდებით ვიზია ხო საუბარი. დანიელმა არ იცოდა რომ ეს იქნებოდა მომავალში იესო ქრისტე, იმიტომ რომ გავიდა საუკუნეები, გარკვეული საუკუნეები აი ამ წინასწარმეტყველებიდან, ეს ძველი აღთქმიდან არის და მე გადავდივართ ჩვენ ახალ აღთქმაზე. ვისაც გაქვთ ცალკე ახალი აღთქმა, ეს არის რიგით მესამე სახარება, ნახეთ ლუკას სახარება, თუ არა და თუ მთლიანი ბიბლია გაქვთ საძიებელში მოძებნეთ. ნახეთ ლუკას სახარების პირველივე თავი. და ამ პირველ თავში 35 მუხლები. აი აქედან შეიტყობთ, როდესაც ანგელოზი გამოეცხადა მარიამს, რა ახარა მას, ორი რამ.
ვის შობდა მარიამი და რა მიზნით. დაგვირდით, ანგელოზი ახარებს ამ ორ დეტალს. რომ მარიამი შობდა არა ღმერთს, ანუ რო ეძახიან ღვთისმშობელიო, ღვთისმშობელი კი არ იქნებოდა, არამედ ღმერთის ძეს შობდა. ამიტომ ნახეთ, თქვენი თვალებით წაიკითხეთ რა წერია აქ, რომ დაუჯეროთ თქვენ საკუთარ თვალებს და წმინდა წერილს, რომელსაც კითხულობთ. ანგელოზმა უთხრა, იგი შობდა ღვთის ძეს, რომელსაც უზენაესი ღმერთი მისცემდა მეფობას დავითის ტახტზე. რატომ დავითის ტახტზე? ცნობილია, რომ დავითი იყო ისრაელის ერთ-ერთი მეფე, ხო? რომელსაც ღმერთმა აღუთქვა, რომ შენ შთამომავალსო მივცემო ტახტს სამომავლოდ და საუკუნოდ. როგორ გახდა დავითი იესო დავითის შთამომავალი? მიუხედავად იმისა, რომ იესო ღვთის ძეც არის და როგორც მემკვიდრე ღვთისა, მოდი ასე ვთქვათ, მართალია ღმერთი მარადიულად სულ არის ღმერთი და არ სჭირდება მას ცვლილებები, მაგრამ ადამიანები რო კვდებოდნენ, მათ მემკვიდრე ჭირდებოდათ სამეფო ტახტის გასაგრძელებლად. და სწორედ მარიამი არის დავითის მემკვიდრე ხაზში რომ მოვყვეთ, ხო, იგივე როგორც მარიამი იოსეფიც მისი ქმარიც დავითის ხაზიდან არიან ორივენი. მათი წარმომავლობა სწორედ დავითის ხაზიდან არის. ამიტომ იესოს მიწიერი გაგებითაც ეკუთვნოდა ეს ხაზი და ზეციერი გაგებითაც, როდესაც თავისმა მამამ, აქ სწორედ ანგელოზი ამას ეუბნება დანიელს, რომ ზეციერი უზენაესი ღმერთი მისცემს მას დავითის ტახტსო. შემდეგ ნახოთ როგორ გრძელდება ეს პროცესი. ხედავთ რომ სინქრონში ვკითხულობთ ჩვენ ლოგიკური თანამიმდევრობით მივყვებით. საერთოდ ესე იკვლევა ბიბლია იმ თუ გამოვიყენებთ ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას და იმ ლოგიკურ ბმას მუხლებისას. და შემდგომ როდესაც იესო უკვე აწამეს და მოკლეს, ამაზეც ნაწინასწარმეტყველებია სხვათა შორის მეორე ფსალმოს თუ ნახავთ მეორე და მესამე მუხლებში, რომ ღმერთის მიერ მოვლენილ ცხებულს აწამებდნენ ქვეყნიერი მეფეები. თუმცა მაგავე მეორე ფსალმის დასასრულში არის როგორ დაასრულებენ ის ქვეყნიერი მეფეები, ვინც არ მიეგებება ღმერთის მიერ ცხებულ მის ძეს, როგორც მეფეს იესოს. და აქ მოციქულებს რა ახარა იესო მკვდრით დაღლობის მერე, ხო, რაზე ესაუბრათ? ეს უნდა ნახოთ უკვე მათეს სახარება. მათეს სახარება, ეს არის პირველი სახარება ახალ აღთქმაში პირველივე და მათეს სახარების ბოლო თავი 22 თავის მე-18 მუხლი. 22 თავის მე-18 მუხლი ნახეთ, იქ იესო თვითონ ეულება მოციქულებს დააკვირდით აი ამ სიტყვას, ამ სიტყვის მნიშვნელობას. იესო ეულება მოცემული მაქვს მე მეფობა, რა თქმა უნდა, მკვდრით დაღლობის მერე ტიხის მერე მიეცა იესოს ეს მეფობა, მაგრამ დააკვირდით იესოსი კი არ იყო ეს მეფობა. იესო მიიღო თავისი მამისაგან მას მიეცა უფრო აღმატებული პირისაგან იესოს მიეცა მეფობა მთელ სამყაროში. შემდეგ ლოცვისას იესომ გვასწავლა იგივე მათეს სახარებას თუ ნახავთ, იგივე პირველ სახარებას მე-6 თავს მე-9 მუხლებში, რომ ილოცეთო ამ სამეფოსთვის. იესომ გვასწავლა ამ თავში როგორ ვილოცოთ და რაზე ვილოცოთ დეტალებზე, მაგრამ პირველ ადგილზე პრიორიტეტულად იესომ განათავსა მე-9 მუხლებში, რომ ილოცეთო ზეციერი მამის სახელის გაწმენდაზე და მის სამეფოზე, რომელიც უნდა მოვიდეს ქვეყანასა ზედა. ანუ როგორც ზეცაში არსებობსო, ისე მოვიდეს ქვეყანასა ზედა, მაგრამ ადამიანი კი არ წაიყვანეო ზეციურ სამეფოშიო და ცათასასუფეველში, ანუ ის სამეფო მოვიდესო ქვეყანასა ზედა. ანუ შენი მეფობა დამყარდეს. ამას დღეს უამრავი ადამიანი კითხულობს ლოცვის დროს, მაგრამ არ იაზრებენ სინამდვილეში რას კითხულობენ. თუ აკვირდებით, ჩვენ ვთხოვთ, რომ მისი სამეფო მოვიდეს დედამიწაზე, რადგან ჩვენ არ გვინდა ადამიანური სამეფოები. ადამიანებმა ვერ შეძლეს მშვიდობა, ვერ შეძლეს დედამიწაზე სამოთხის პირობების შექმნა და ეს მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია იესო ქრისტეს მმართველობას. მასზე უკეთესი მეფე ვერ ეყოლება სამყაროს და მით უმეტეს პლანეტას. ამიტომაც ითხოვეთ ეს თქვენს ლოცვებში გამოდმებლად. როგორ ჩაიბარებს იესო თავის მეფობას, ესე დაუთმობენ მეფეები, ხელმწიფეები დაუთმობენ თავიანთ ტახტებს, რა თქმა უნდა არა. იგი იბრძოლებს ამ ტახტისთვის, ეს იკითხება უკვე ბიბლიის ბოლო წიგნს თუ ნახავთ, გამოცხადების წიგნი ნახეთ, გამოცხადების წიგნში არის მე-19 თავი და 11-დან 21-ის ჩათვლით მუხლები. თუ როგორი იქნება იესოს ბრძოლა, იესოს გამოლაშქრება, ეს უკვე წინასწარმეტყველება, რომელიც არ შესრულებულა, მაგრამ შესრულდება, დღეს იესო მეფეა, მაგრამ ჯერ არ ჩართულა კაცობრიობასთან ბრძოლაში, ეს თუ დაიბრუნოს თავისი სადავეებით დედამიწაზე, რომ მთლიანი პლანეტის მეფე გახდეს ის. სწორედ აი ხალის აღწერილი ეს საკითხები. და მიწიერი ხელისუფლებები რომ დასრულდება, მისი აი ამ ბრძოლის დროს შეგიძლიათ ნახოთ კორინთელთა წერილი. არის ორი წერილია ახალ აღთქმაში კორინთელთა პირველი წერილი ნახეთ, პირველი წერილის 24 თავის. ამ 24 თავში, უფრო სწორედ, ეს არის მე-15
მე-15 პირველი წერილის მე-15 თავის 24 მუხლიდან 28 ჩათვლით ნახეთ. მე-15 თავის 24-დან 28 ჩათვლით. 24-ში 25-ში საუბარია როგორ დაასრულებს იესო მიწიან ხელისუფლებებს, რაც კი რამე ორგანიზაციები და მმართველობები არსებობს, სადაც კი ადამიანები მართავენ ადამიანზე ბატონობენ და ესეთ ბატონობას როგორ დაასრულებს, რომ მხოლოდ ერთი მმართველი ეყოლება მთელს პლანეტას, ეს იქნება ქრისტეს სამეფო და მისი თანამმართველები, 154,000-ის წევრები, მასთან ერთად 154,000-ში შედიან სწორედ ის 12 მოციქული პირველნი არიან 154,000-ში, ამაზე ცალკე სხვა დროს შეიძლება საუბარი დეტალურად და თუ რას მოიტანს მე ეს სამეფო მთლიანი პლანეტისთვის, როგორ ცხოვრებას, ამაზეც შეგვიძლია სხვა დროს ვისაუბროთ. მაგრამ საინტერესო რა არის აქ, აი ამ დეტალს დააკვირდით, რაც კორინთელების პირველი წერილის მე-15 თავის 28 მუხლშია ბოლოს საუბარი, რომ იესო სწორედ ამისთვის იყო შექმნილი, რაც თქვით, დასაწყისში სამეფოს საჭიროება მაგიტომ იყო, რომ ისევ 60 აღადგინოს დედამიწაზე და ზუსტად აქ 28 მუხლში ის არის ამ კორინთელების პირველი წერილის მე-15 თავის 28-ში, რომ იესო კვლავ მერე ბოლოს, როცა პირველ სახეს დაუბრუნებს დედამიწას და ღვთის განზრახვას განახორციელებს, საბოლოოდ ისევ ზეციერ მამას დაუბრუნებს ეს ძალაუფლებას და ყველაფერი მერე დაემორჩილება ზეციერ მამას. ამას იესო გააკეთებს მისი სამეფოს მეშვეობით. სწორედ მთლიანი სამოციქულო ეკლესია, აი რატოა განსხვავება სხვა რელიგიებს, მართლმადიდებლურ რელიგიებსა და სამოციქულო ეკლესიას შორის. სამოციქულო ეკლესია ყოველთვის მადლობას სწირავს ზეციერ მამას და არა იესოს და არა სამებას. აი ამ ღონისძიებებს შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად კოლოსელთა წერილია ახალ აღთქმაში, კოლოსელთა პირველი თავი და ამ პირველ თავში 12, 13, მე-14 მუხლები. მე-12 მუხლში საუბარია, რომ ისინი განადიდებენ ზეციერ მამას, სწორედ ამისთვის, რომ მან შექმნა ასეთი სამეფო, რომლის მეფედაც დანიშნა იესო ქრისტე. აი ეს ძალიან დიდი სხვაობაა მეფესა და სამყაროს უზენაეს ღმერთს შორის. სამყაროს უზენაესი ღმერთი არის შემოქმედი, ჩვენი ზეციერი მამა, რაზეც გვასწავლის იესო და ამაზე მე შემდეგ კიდევ სხვა დამატებით თემებს დავდებ. ხოლო იესო ქრისტე არის ჩვენი მეფე, რომელიც დაგვენიშნა ზეციერ მამამ და ყველა ეს მუხლი, რო იტყვიან, ლოგიკურ ბმაშია ერთმანეთთან, ქრონოლოგიურად და კიდევ არის სხვა უამრავი დეტალები ამ საინფოებზე, ახლა სიმცირის გამო ვერ მოვათავსებ აქ. ამიტომ გაეცანით აი ამ მუხლებს თქვენ საკუთარ ბიბლიებში, მე ხო არ მოგიწოდებთ რომ მე დამიჯეროთ, ყოველთვის უსვავ ამას ხაზს. მოძებნით ეს ადგილები თქვენს ბიბლიებში, საძიებლის მეშვეობით, პირველი ციფრებია თავები, მერეა მუხლები და დაუჯერეთ თქვენ საკუთარ თვალებს და თქვენ საკუთარ ბიბლიას. გისურვებთ ყველას წარმატებას ბიბლიის კვლევაში და ჭეშმარიტ ქრისტიანებად შედგომაში.